გამარჯობათ. გამარჯობათ. Გავიდა ბარაკა ნუ მოგიშალო ერთმა. მადლობთ. ეხლა რომ ამოდიოდი უყურებდი რა ბარაკიანად ასხია. დიდი ხის ვენახია? 8-9 წელს. ესე იგი ახალგაზრდა. ახალგაზრდა ვენახია. უჯურეთულია, ხო? თან რომ მოგეხმაროთ, ხო შეიძლება? ეს ალექსანდრეულია. რითი განსხვავდება? უჯურეთულს აქვს სპეციფიური თავისებური ფორმა. აი, მაგალითად რო შევადაროთ ეს ორი მტევანი. ალექსანდრეულს აქვს გვალი მტევანი. აი, უჯურეთულს აქვს ესე წაგზერებული მტევანი და შეჭმის დროს კაც უნდა არის. ბაკის ასესკივით. ეს არის ეს განსხვავება. და თუ უფრო ტკბილია მე მგონი, ხო? თან უჯურეთული ალექსანდრეულთან შედარებით. და ნუ ხვანჭკარაში ყოველ შემთხვევაში 50-50-ზე შესარევად ორი აუცილებელია ყოველ შემთხვევაში. პროცენტული კარგი კრახუნა საჭმელია. კი, აი უჯურეთული განსაკუთრებულად კარგი საჭმელია. არა, ალექსანდრეულსაც არ ვიწუნებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბდულად არ აქვს დასაწუნე. თან იქიდან გამომდინარე რომ ეს დალოცვილი მცენარე ყველგან ესეთი კარგი არის ზდება. სულ რამდენიმე სოფელში, თითზე ჩამოსათვლელ სოფლებში ალბათ. რაჭაში, ამრულაურის რაიონში განსაკუთრებით. დარაიონებაც რაც შეეხება, ალბათ ხვანჭკარის შემთხვევაში ყველაზე ადვილი არის დარაიონება, იმიტომ რომ ბუნებრივი საზღვრები იმდენად კარგად არის გამოხატული იქ, რომ ამას ვერ გაცდები. თუმცა მე მახსოვს, რომ ერთი 10 წლის წინ იყო დიდი კამათი, რომ ხვანჭკარის მიკროზონაო გავზარდოთო იმერეთის რეგიონზეცო და ნუ ალბათ იმერეთში რომ ჩამოსვლიდნენ გურიასაც დაუმატებდნენ, აღარ ის არის დიდი სხვაობა. საბედნიეროდ ეს რო წავიდა და ნუ ყველამ ვიცით, რომ ხვანჭკარა მზადდება სოფელი ხვანჭკარის მიმდებარე სოფლებში და ეს სოფლები გრძელდება იმ ფერდობის გაყოლებაზე, რომელზეც ხვანჭკარა მდებარეობს, რიონის მარჯვენა სანაპირო. ოდნავ გაიზარდა, თქვათ, იგივე ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ზონა დაემატა რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე მცირე რამდენიმე ისე პატარა სოფელი. მოკლედ ქვემო რაჭის მთელ ვენახებს მოიცავს ხვანჭკარის მიკროზონა დღეს. ისე რითი განსხვავდება მარჯვენა სანაპირო, მარცხენა სანაპიროსგან დაკრეფილი კურსი? მარჯვენა სანაპიროს უფრო დიდხანს უყურებს მზე და უფრო თავისებურად უფრო მაგრამ მოსავლიანობა მე როგორც ვიცი მოსავლიანობა ნაკლებია. ნიადაგის სტრუქტურა განსხვავებულია. ნიადაგის სტრუქტურაც განსხვავებულია. მარჯვენა უფრო ის არის, რა ქვია, შავმიწა ნიადაგიანი, მარცხენა, არა, მარჯვენა პირიქით უფრო შავი ის არის. ხირხატი, ვიტყვიან და ეს მარცხენა უფრო შავმიწა ნიადაგიანი. მე როგორც ვიცი, მარცხენა სანაპიროზე სულ ბოლოს იკრიფება ხოლმე? მარცხენა სანაპიროზე ყოველთვის ბოლოს იკრიფება. იმიტომ რომ სულ ზემოგისწარით. ხო, დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამინდის პროგნოზიც რაღაც ხვალიდან ვერ გვირდება რა სასიამოვნოს. ამიტომ მოსწრებაზე ვარ, დიდი მადლობა მოხმარებისათვის. რა მაინტერესებს ისე პრობლემა გასაღების ოდესმე ყოფილა ამ დალოცვილი სცენარის? ნუ ადრე არ ყოფილა ამ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა რაღაც ცოტა პრობლემები, მაგრამ წელს ესეთი მოზღვევება ამდენი კომპანიების და დაიწყეს დაფასება. ეს დღეში 50 კომპანია რეკავს და ფაქტობრივად თითო კილოობით არის გაწერილი ახლა ამ ვენახიდან ყურძნის აღება. ისე თქვენ თვითონ არ გიცდიათ, თქვენ დააყენოთ ღვინო? ამაპაპური წესით ჭურში. ჯერ არ ვართ ესე მომზადებული მაგისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მოვანდენოთ თვითონ ვენახის გაშენებას. ჯერ აქ ტყე იყო საერთოდ. მე სანამ ტყე გავჭერით, სანამ სამექანიზაციოდ გავამზადეთ ეს ამხელა ნაკვეთები, მიწის გადაბრუნება. სულ რამდენზე გაქვს გაშენებული? ამ თვეში სუფთად არის 10 გექტარი. და ენერგი? ენერგი ახან ესეთი ის ქონდა რაოდენობა, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ საკუთარი სანერგე, სანამ ჭირდებოდა და სხვებსაც ვამარაგებდით ჩვენ ენერგიით პარალელურად. ესე იგი სიტყვაზე მე რომ მომიდომო რომ ჩემი კარგი ხვანჭკარა დავაყენო ჩემთვის სახში შემეძლება რომ ენერგი პრობლემოთ ვიშოვო. რა თქმა უნდა, კი. და ძვირი არ დამიჯდება? მე გეტყვით ახლა არა, დაახლოებით 70-80 ცეთრის პარგლებში ერთი ენერგია. და მიწას ვიღებდი? ეს ცოტა ბევრი მომინდა, მაგრამ მე მგონი თუ სურვილი ექნება ვინმეს გააშენოს მიწასაც იყიდეს. არ იქნება მაგის. ანუ ამის საშუალება ჯერჯერობით არის მაინც. მიწის საშუალება არის. იმიტომ რომ ახალგაზრდობა არ არის დაინტერესებული. არ არის დაინტერესებული, იმიტომ რომ მაინც თბილისი, ქუთაისი, ახლო-ახლო თუ სადმე ასე ვთქვათ, გასაქცევია. არის მაინც, იმიტომ რომ
ჩვენსავით ახლა ტალახში ყოფნა არ უნდა ყველას. ურჩევნია ასპალტზე ლამაზად გაიაროს რუსთაველზე ცოტა მშიერი კუჭით, მაგრამ მაინც რუსთაველია. მე მგონი მოეგებიან გოს. მშიერი კუჭით სიარული. ასოზე არ ჯობია ეს დალოცვილი ღვინოსვა და ღვინო ხვანჭკარა თქვენს მოგეხსენებათ. სოფლიოში სახელგანთქმულია და მარტო რაჭას კი არა, მთელ საქართველოს ასახელებს. მოკლედ მთელი საქართველო ხვანჭკარით არის ცნობილი. ძალიან ბევრი ხვანჭკარა იცის და საქართველო არ იცის, იმდენად ცნობილია. ამიტომ ჩვენ ადგილ წარმოშობის ღვინო. ჩვენ რაჭველები რაც შეგვიძლია ვცდილობთ, რომ ეს კულტურა შევინარჩუნოთ, დავრგოთ, გავახაროთ, მოუვაროთ და როგორც გვასახელებს საზღვარგარეთ ისე გვასახელებს საკუთარ სახლებში ყოველთვის სტუმართან. ხო, მაგრამ სანამ გვასახელებს, მანამდე უნდა მოუვაროთ მე მგონი. რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია. ჯერ მიწის შესყიდვა უნდა. რამდენი დაждდება მაგალითად 1 ჰექტარი ახლა აქ რო ვიყიდ? 1 ჰექტარი დაждდება ალბათ დაახლოებით 9000 ლარი. სუფთა ადგილი რო იყიდოთ. ენერგიის ყიდვა? ენერგია 70-80 თეთრი. მერე ამას უნდა ძალიან დიდი მუშაობა. დღე და ღამე მუხლშა უხრელი რო იტყვია. მაგრამ საერთო ჯამში უფასდება. იცი როგორი ჯიშის ყურძენია წრის მოსავლელად. მოსავლელად ფაქიზია. ფაქიზია. ვერიტას უჯურეთულის და ალესანდროს ამ შემთხვევაში ორივე. ეს ორივე ენდემური ჯიში ძალიან სათუთია და იმიტომ ძალიან შრომატევადია. და სათუთი მოსავლელია. ესე უყურადღებობას ვერსეთი ვაზი. ო, რა თქმა უნდა. დარგვიდან მე-4 წელს იძლევა პირველ ნიშანს. სერიოზულ ნიშანს. ეს ყველაფერი 4 წელიწადის განმავლობაში თავის მიწის ყიდვიანად, თავის ენერგიის ჩაყრიანად რამდენი დამიჯდება? დაახლოებით დაგიჯდებათ 40000 ლარი. ალბათ უფრო მეტი, კიდე ახლა მუშახელი ცოტა გაძვირებულია, იმიტომ რომ ჭირს რაჭაში მუშახელი. მართალია 40 და შეიძლება 50000 დაგიჯდეთ, მაგრამ გამართლებულია. აი შეხედეთ. აი ამ სოფლებში სადაც ძირითადად მარტო ალექსანდრიული და მუჯურეთული მოდის, გლეხი დამოკიდებულია მოსავალს. მე ვენახეობას მისდევს. მე ვენახეობას ძალიან ცოტა ახლა შეიძლება 1-2 რაღაც ძროხა ყავდეს 2 რაღაც ლობიო მოყავდეს. მარტი, აპრილი, მაისი, 7-8 თვე ვენახში უნდა იყო ადამიანდა. მე 3-4 თვე გააკუფლება ცოტა დაისვენო. რა თქმა უნდა ხვანჭკარის მით ზამთარში. შეიძლება გუნების გამოკეთებას, შემოსავალიც რო გექნება, იმითაც გიკეთდება გული და ასე რომ ზამთარს მაინც იმედიანად გადაატარებ ადამიანს. წელს ამდენი იყო ჩაბარების ფასი? ჩაბარების ფასი იყო 3 ლარი. მაგრამ ჩაბარებაც არის და ჩაბარებას. ესე იგი თუ სადმე კომპანია იყო, ყველა შემოვიდა აბსოლუტურად. მე ამდენი კომპანიის სახელიც არ გამიგია საერთოდ. ნუ იყო რაღაც წლები რომ ესე იგი ნენელა წინ მივდივარ. არავინ დაგირეკავდა, ასე ვთქვათ, ყურძენზე, დღეს შეეხლერდა 10-15 კომპანიის დირექტორი რეკავს, იქნებ 1 ტონა მომიხერხო, 2 ტონა მომიხერხო, რაღაც 3 ტონა, რაღაც, ნუ აი ეს რაღაც მიზერს გეხვეწებია, რომ ცოტა მომიხერხე, ხელსარიელი ვარ წავიდე რაჭიდან. მაგაზია უკვე ახლა ამ წუთში ლაპარაკი, რომ აი მოთხოვნება ფასი გაზარდა? ფასი ვერ გაბედეს პირველ წელს რაჭველებმა, ახლა რახან ესეთი მოთხოვნა იყო ცოტა ეუხერხულად ფასის გაზრდა და მე მგონი მომავალ წლებში უფრო ცოტა ისე შეეცდებია რომ ფასი აუცილებლად გაზარდა. ამდენი შრომა უნდა და თან იქიდან გამომდინარე რომ ეს დალოცვილი ყველგან არ შეიძლება რომ მოიყვანო ესეთი ხარისხის. მე მგონი ცოტა ჯიბეზე უნდა შეივლოს კომპანიებმა ხედა. ალბათ მომავალში თვითონაც უფრო მომზადებულები მოვლენ წელს ცოტა თვითონაც არ ელოდენ ესეთ ყველა კომპანია ეგონა რომ მარტო თვითონ მოდიოდა და ისე ჯიბეს ქლათ არ წამოვიდა აქეთეთ. წამლობით ბევრჯერ წამლით? წამლობით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ნაკლები? არა, მაქსიმალურად არა, პირიქით. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვენახს არ დააკეთდეს არაფერი. თუ 7 დღე სასუქები? ორგანული სასუქი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შემოგვაქვს, რომელიც ყველაზე შრომატევადია ფაქტიურად ეგ. იმიტომ რომ ყოველი ვაზის ძირში ვედროებით შეგვაქვს რა, ახლა ამ ხელა იმაში, ორი ვედრას დაყრის ერთი ძირში მე და ადამიანი ძალიან შრომატევადი არის. და იმიტომ ფასიც მოვლის ფასი საკმაოდ გაზრდილია.
თანაც მე მგონი ძალიან წინ გადადგული ნაბიჯია ამერიკაში. აი ეს პატენტთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რო იყო ისე მოგვარდა. რა თქმა უნდა, მე მგონი დოზორცებთან მოაგვარეს ეგ საკითხი ასე რომ. ასე რომ მე მგონი რაღაცა ხვანჭკარას რაღაც უფრო დიდი ნაბიჯებით მოუწევს წინ წასვლა. თუ ფალსიფიკაცია არ იქნება, პრობლემა არ უნდა იყოს. იმიტომ რომ სულ მოდის 9,500 ტონა. აქედან გამოსავლენობა ამისი დაახლოებით 450,000 ბოთლი არის. 350,000 ბოთლი. ახლა 350,000 ბოთლი რა არის? არაფერი. ჰექტარზე რამდენი უნდა მოვიდეს მოსავალი? ჰექტარზე წესი და კანონი. გააჩნია როგორ არის დარგული ვაზი. აქ ახლა სამექანიზაციოდ არის გამზადებული დარგული. 2 მეტრ-ნახევარი აქვს სიგანი, რომ ბელარუსის ტიპის ტრაქტორი შემოვიდეს. და თვითონ ვაზთან შორის დაშორება არის 150 მეტრ-ნახევარი. და აქ საშუალოდ გექტარზე ირგვება 2500 ძირი. და თუ გლეხს მაგალითად უფრო ახლოს აქ და ბევრად მეტი აქ. დაახლოებით 4500 ძირამდე აქ გლეხს. განახევრებული აქ ფაქტიურად ამის ამხელა იმას არ კარგავს. ესე რამდენი უნდა მოვიდეს? წესით 5 ტონა არის ესე სამექანიზაციო ფართობისათვის სავარაუდოდ. ხო. ნუ კარგი მოსავალი არის 5-6 ტონა. დაავადებები რა აწუხებს? დაავადებები როგორც ყველგან ჭრაქი, ძირითადად და ნაცარი. ძალიან ნოტიო ჰაერია. და განსაკუთრებით აწუხებს რივნის ნაპირებში ჭალებს, აქეთ და იქით. ქნისილი რო ჩადგება ისეთი ვერ დაენახავ დილით ადამიანი ვერაფერს, ამიტომ განსაკუთრებით ჭალებია მაგხრით. ჩვენ კიდე არ აგვიშალ შედარებით მაგასთან. ამიტომ იქ უფრო ინტენსიური უნდა მკურნალობა საშუალებებით, მცენარეულთა დაცვის საშუალებებით ვიდრე ჩვენ. მაგრამ მაინც ერთ იმაში გავდივართ. ამხრივ პრობლემა ხო არ არის? არა, ჩვენ ბაიერის ფირმის საშუალებებით ვართ. ყავს კონსულტანტი ნუგზარი შენგელია, რომელიც ყოველწლიურად ახალ მეთოდებს და იმას გვთავაზობს საშუალებებს. ბატონი ნუგზარის დამსახურება ესე კარგად. ბატონი ნუგზარის ძალიან დიდი დამსახურება არის, რომ ესეთი მოვლილია და ესეთი კარგად აბია ამენახებს. ყოველწლიურად იცვლება რაღაც პრეპარატების დასახელება, ჩვენთვის დასახელებებია ნუგზარისთვის უფრო სხვა ამბებია და ასე დააკმაყოფილები ვართ. ისე აი კრეფაზე მე როგორც ვიცი, ჩვენი წინაპრები რო ჭკნებოდა ხოლმე. ყურძენი მაშინ კრეფდნენ. მაშინ სხვა ესეთი თანამედროვე ტექნოლოგიები არ იყო. მაშინ ყიფიანი ბატონი დიმიტრი პირველი ვინც ხვანჭკარა დაწურა, ჩელტებს დაწყობდა. რომ შაქარი მიიღო მაქსიმალური. და მე იმას რომ დაწურავდა, ის ჭურში ინახებოდა ნახევრადკვილად. ეხლა ჩვენ პირობებში სამაცივრე განყოფილებები არის ქარხნებში და შეუძლიათ სამაცივრეში უფრო დაბალ შაქრიანი შეინახონ. იმას როგორც ამბობენ 27 გრადუსია ყავდათ შაქრიანობა. ეხლა 23-24 გრადუსია. ისე ძირითადად როგორც ვხედავ, აქ თუ ვინმეს მოყავს, თუ ვინმე მე ვენახეობით არის დაინტერესებული, ძირითადად აბარებს. თუ არ ვწდები. დაახლოებით 90% აბარებენ. იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ძირითადი შემოსავლის წყარო ეს არის. ძალიან უნდა სახშიც რომ ბევრი კონდეს და დალიოს, მაგრამ კილოგრამზე 3 ლარი საკმაოდ დიდი ფასი. ისე როგორ ფიქრობთ, უფრო მომგებიანი არ იქნებოდა რომ თვითონ შეეძლოს დაწუროს? მაგალითად მამაპაპური ძველი წესით ჭურში. არა, ნამდვილად მომგებიანი იქნება, მაგრამ მაინც უჭირს. უჩენია თავიდან შემოდგომაზე დაბინავებული მოსავალი ქვა მაგას. გაყიდის? აი ძირითადი პრობლემა რა არის? ამუშახელის ნაკლებობა არის. ჩამოყავს ზაგერიდან, თებჯოლიდან, ამშიშორეზე დადეხა. ამშიშორედან ზავდია. ისე აქ ძირითადად არის უჯურეთული და ალესანდროული. ეს იმისთვის რომ ხვანჭკარა მეგობრებო. და წულუკიძის თეთრა წულუკიძის თეთრა გვაქვს, მაგრამ ესე რომ ესეთი ცალკე კონდეს დარგული, ესე არა. შიგადაშიგ არის დარგული გვაქვს, მაგრამ ესე გამორჩეულად ცალკე ნაკვეთები მაგისთვის ვერ ვიმეტებთ ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენი ლაპარაკის ბოლოს მე გირჩევთ თქვენ რომ შეიძინოთ და გააშენოთ ხვანჭკარისა და ალექსანდრულის ჯიშის ყურძენი ვენახე. აგდავდოთ.
ეხლა მინდა გაგაცნო ტექნოლოგი ბატონი კახაბერ გურდიძე. გამარჯობათ. გამარჯობა. კაცი რომელმაც ღვინის შესახებ ყველაფერი იცის. განსაკუთრებით რაჭული ჯიშების შესახებ და რაჭული ღვინის ხვანჭკარის შესახებ. ვენახშივე არჩევთ ყურძენს? ხო, ვენახშივე ირჩევა ყურძენი. ეხლა ჩვენ კომპანიასაც აქვს ვენახები და ნაწილობრივ კიდე ვიძენთ სხვისგან. ამობრძანდით და აი ვენახში ვისაუბროთ ამ ხარისხზე და ამ ჯიშებზე, რომლისგანაც მზადდება ხვანჭკარა. ისე მე მგონი ნახევარმა საქართველოს არ იცის, რომ ეს ორი ყურძნის სეპაჟია. კი, ნამდვილად ესეა. ყურძნების შერევას ქვია სეპაჟი და აი ალექსანდრეულის და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშების შერევით ერთად დაწურით მზადდება ღვინო ხვანჭკარა, რომელიც საქვეყნოდ და მსოფლიოში ცნობილია და საქართველოს სავიზიტო ბარათი არის ეს ღვინო. ახლა ამას ისეთი ისტორია აქვს, ძირითადად მე-19 საუკუნიდან იწყება ეს ისტორია. ყიფიანმა შექმნა ეს ღვინო, რომელსაც ყიფიანის ღვინო ეწოდებოდა. კი, მაშინაც გლეხები ყველა ამ მიმართულებით ამზადებდნენ ღვინოებს, მაგრამ რატომღაც შეძლო მაშინ იმ პერიოდში ყიფიანმა, რომ აი წარმოეჩინა ამის ღირსებები. და გაეტანა საზღვარგარეთ და შეძლო კიდევაც, რომ 1907 წელში ბელგიაში წარადგინა გამოფენაზე და იქ საკმაოდ დიდი დამსახურებული ჯილდო გრან-პრი მიიღო ბელგიის მეფის ლეოპოლდის გამოსახულებით. და ეს არის ძირითადი დამსახურება იმისა, რომ დღემდე მოვიდა კიდევ ვიხსენიებთ როგორც ყიფიანის ღვინო. და ახლა ეს ორი ჯიშისგან მზადდება ღვინო, რომელსაც დღესდღეობით ხვანჭკარა ქვია და ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი სასიამოვნო თავის ბუკეტით და თავის არომატით ნახევრად ტკბილ ღვინოთ. ახლა რაჭაში დიდი მოსავალი არ არის რა, ამის საშუალოდ აი მაქსიმალურ მოსავალზე ალბათ 500 ტონა თუ მოვა ალექსანდრეულ მუჯურეთული. და იყო პერიოდი, ახლა ჩვენს წინ ეს კომუნისტური ის იყო, როცა საფერავსაც ურევდნენ, მაგრამ აი ეხლა თვითონ კომპანიებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აი შერჩევითი რთველი აწარმოონ და აი მაქსიმალურად მარცვალ ამორჩეული ყურძნით დაამზადონ აი ეს შესანიშნავი ღვინო. და შედეგიც არის. მე ხა ვარ ერთ-ერთი სამტრესთან არსებული სადეგუსტაციო კომისიის წევრი და იქ უკვე აშკარად განსხვავებული ღვინოები შემოდის. აი იქ ძირითადად ადგილწარმოშვების კონტროლირებად ღვინოებზე არის ეს დეგუსტაცია, რომელიც საექსპორტოდ გადის. და ამიტომ იქ ისინჯება და ხა მე მაინც როგორც აქაურ წარმომადგენელს ხვანჭკარა უფრო მაინტერესებს და საგრძნობლად აი იგრძნობა ხარისხის გაუმჯობესება რა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ რაჭაშია რა და აი ამ კლიმატურ პირობებზე ეს არის მორგებული. იყო მცდელობა, რომ სხვაგანაც კახეთშიც გააშენეს და არის, მეც ვიცი, რომ აქვთ ზოგიერთ კომპანიებს ალექსანდრეულის მასივები კახეთში, მაგრამ აი ის რაც აქედან მზადდება, აი ამ ფერდობებიდან, ისეთი თვისებები არ აქვს რა. აქაურობას რო გადახევ, გაიხედ გამოიხედები, ჯერ მარტო გულს უხარია და გვასწას უხარია და ეს კლიმატი თავისთავად დაგსაჩეს. მე ვფიქრობ, რომ რაღაცები უნდა, სტიმული უნდა გლეხკაც, რომ აი ეს ჯიში არ გადაშენდეს და ხვალ და ზეგ აი ამაზე დამოკიდებულმა კაცმა იგრძნოს ეკონომიურადაც და ესედაც ნორმალურად რა თავი მე მგონია ეს საჭიროა და უნდა მოდგენ რაჭაში რაჭველები. და მთელ ქვეყანაში საქართველოში კიდე ქართველმა ვას უნდა მოკიდოს ხელი, ეს ჩემი აზრია და მე მგონი რომ მომავალი არის ამ საქმისა. რიონის მარჯვენა სანაპიროს მზე საკმაოდ დიდხანს უდგება და თავისთავად უფრო ხარისხიანი ღვინო გამოდის. კი, ეგ ახლა თავისთავად ეგრეა, სადაც მზიანი ფერდობია, იქ უფრო მეცშაქრიანობას იღებს, მაგრამ მეორე მხრივ უკვე იქ გამოსავლიანობა ნაკლები არის. ამიტომ ეს ორი მხარე ერთმანეთს ავსებს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობები საერთო ჯამში, როდესაც ორივე მხრიდან მოიწევ მოსავალს, უკეთესია და კარგი ღვინო დგება. მაგრამ არ არის, ეს ვენახის მოვლაზია დამოკიდებული და აი მის ფორმირებაზე და გლეხზე. აქაც შეიძლება იგივე ხარისხის მოყვანა და იქაც შეიძლება იგივე ხარისხის მოყვანა ვაზის და უშუალოდ იქეთ ნაკლებად უნდა დატვირთო ვაზი, რომ უფრო მიიღო აი ის მოსავალი, რაც შედეგი, ხარისხი, რაც საჭიროა. აქ კიდე ცოტა მეტი შეიძლება მოასმევინო. ის პერიოდები, რაც უნდა გაიაროს ვაზმა ვეგეტაციიდან დამწიფებამდე, ერთი და იგივეა თითქმის ყველგან, მაგრამ უბრალოდ აი კლიმატური პირობებიდან და აი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ცოტა რთული მოსავლელია აქ და ამიტომაც რაჭული ყურძენი უფრო მეტად უნდა დაფასდეს და ამ ეტაპზე ფასობს კიდეც, მაგრამ სასურველია რომ უფრო მეტად დაფასდეს და ალბათ გლეხიც თუ თავის მეურნეობას განავითარებს და თავისთვის ჩაწურავს და რაღაც თავის ტექნოლოგიას ესე რომ ვთქვათ ზოგადად მამაპაპურს წარმოაჩენს, ეს უკვე არის მაგალითად ეხლა ცოტა ხნის შემდეგ ალბათ ნახავთ იქაც იწურება გლეხებთან ესა და კარგია რომ გლეხი ამას მისდევს.
და უბრალოდ ეხა ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ ეხა მე ღვინა ვარ ერთ-ერთი კომპანიის წეღანაც გითხარით და უბრალოდ აი ეს ხარისხი ვენახში დანახული რომ მიიტანო ქარხნამდე რა ეს მომენტი არის ძალიან სასურველი მე ღვინისთვისაც და მომავალი ღვინის ხარისხისთვისაც და ისე საინტერესოა ბოთლებში რატო არის ხმება რაჭაში ბოთლებში რაჭაში კი ისხმება მაგრამ არის მცირე რაოდენობით რატომღაც ბაზრის ცოტა კრიზისებია მოება ჭირსა და ესა თორემ ისხმება მაგრამ სასურველია რომ უფრო აქვე მოხდეს აი ამის დაღვინებაც ბოთლებში ჩამოსხმაც და იმიტომ რომ ეს მართლა რაჭასთან ასოცირდება ხვანჭკარა ამ წუთში და აქ არის სასურველი რომ იყოს ეს გლეხის როგორც ვიცი კანონი მოიცავს იმას რომ აქ შეუძლია ნებისმიერმა კაცმა მოვიდეს იყიდოს კი, კანონით ეს დაშვებულია, რომ წაიღოს და იქ დაამზადოს და რა ვიცი, სამომავლოდ ჩემი აზრია ეს სუბიექტური, რომ სასურველი იქნება, რომ ეს ყველაფერი პროცესი აქ მოხდეს და ბოთლში ჩამოსხული წავიდეს აქედან. რაც შეეხება ხუძნის გატანა იმ რაიონიდან შეიძლება მაგაზე კამაცაც უკვე წლებია გრძელდება, არიან ძალიან ისეთი მომხრეები, რომ მხოლოდ აქ უნდა დამზადდეს, დადუღდეს ბოთლებში ჩამოისხას ღვინო და გავიდეს, რაშიც არის ლოგიკა ამაში, იმიტომ რომ ის თანხა თქვა იგივე ხალხი იქ დასაქმებდება, უფრო დატრიალდება ფული თქვა ამ ბიზნესში იმ რაიონში, მაგრამ არიან მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამბობენ, რომ იქ ადგილზე მაღალი ხარისხის მიღწევა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არ არის იმხელა ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები არის ძალიან ბევრი საჭირო და ამაშიც არის ლოგიკა, იმიტომ რომ ხა აკრძალო ხუძნის გატანა და ამით დააგდო ხვანჭკარის ხარისხი, ამას შეიძლება გამოიწვიოს, რომ ხვანჭკარა საერთოდ ბაზარზე გაქრეს და აღარ იყოს მოთხოვნა. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ღვინის, რომელიც ძალიან ცნობილი იყო, მაგრამ გაქრა, იმიტომ რომ ვერ შეძლეს ბაზრის რაღაცა დაკმაყოფილება მინიმალურის. ალბათ აქ რაღაც გეგმა უნდა დაიწეროს, რაღაცა სტრატეგია არის მოსაფიქრებელი. ორივე შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ის უნდა იყოს, რომ ხარისხი, ხვანჭკარა უნდა შევინარჩუნოთ და უნდა დავიცვათ ის ხარისხი და რეპუტაცია, რაც აქვს ხვანჭკარას. ეხლა წამობრძანდით და ერთ-ერთი გლეხის ოჯახში ვნახოთ თუ როგორ იწურება ეს ალექსანდრიული და მუჯურეთული საწნახელში. და დავაგემოვნებთ კიდევაც და ალბათ მართლა სასურველი იქნება რომ გლეხმა დაწუროს და თავისი ტექნოლოგიით განავითაროს, მაგრამ ამ ეტაპზე გლეხს ეს შემოსავალი უფრო არა აქვს ისე მოწყობილი ეს სტრუქტურა რომ თვითონ გაყიდოს, რეალიზაცია გაუკეთოს და ამიტომ ურჩევნია დღეს რომ ეს ჩააბაროს მეწარმეს ეს ყურძენი, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომელსაც ვნახავთ ეხლა ჩვენ. სიამოვნებით. აი მობრძანდით ეს არის დამახასიათებელი ყველა რაჭული მარნისათვის, რაჭული მარნისათვის. გაგემარჯოთ. ბარაკა. ხეცა შეგისვით თან იმუშავეთ, თორე ამ დროს თქვენი მოცდენა არ იქნება. აი აქ იწურება წითელი ყურძენი, მეორე ქვევრი არის, მეორე საწნახელი არის თეთრისთვის. აი ეს არის თხილის საწნახელი, საუკუნოვანი თხილისაგან არის დამზადებული ეს საწნახელი. და წარმოგიდგენთ ამ ხელახილი იქნება. კი, და ამაში ხდება ტრადიციული მეთოდით ყურძნის დაწურვა და შემდეგ ქვევრებში გამოშვება. ჯერ პირდაპირ ქვევრში არ მიდის? პირდაპირ ქვევრში არა, ნუ აქ აჩერებენ ჭაჭაზე, რამოდენიმე დღე ჭაჭაზე დუხს. ეს ტრადიციაა? და ეს ტრადიციული მეთოდია, სადღაც 7-8 დღე ჭაჭაზე ჩერდება და შემდეგ გამოდის ქვევრში და ქვევრში ასრულებს მერე დუღილს. და ქვევრის აი ეს ტემპერატურა მიწის აჩერებს დუღილს და მზადდება ბუნებრივად დახევრად ტკბილი ღვინო. ახალი მაჭარი რომელ ქვევრშია? ახალი მაჭარი. ხო და უნდა გაგვასინჯო ახლა ახალი მაჭარი. ჭიქა, ორშიმო, ხრიკა. მას ხრიკას ეძახია? რაჭულად ქვია ხრიკა. აბა მივთვით, აი ეს არის უკვე გამოშვებული. აი აქედან 7-8 დღე იდუღა საწნახელში და იმის შემდეგ არის გამოშვებული და აი აქ მოამთავრებს ეს დუღილს და იქნება ნამდვილი გლეხური ხვანჭკარა. ბარაკა ამარანს, ვერთმა დაგილოცოს ჭირნახული მოსავალი. მოვიდა ბარაკა არ ვუშლოდეს. ნამდვილად ეხა არის სხვა განსხვავება გლეხის მიერ დამზადებულ ხვანჭკარაში და ქარხნულად დამზადებულ ხვანჭკარაში. აი აქ ბუნებრივად აჩერებს ეს დუღილს და თავზე დგება თავის ნორმაზე და ახლა ქარხანაში მაინც სამაცივრე განყოფილებები გვაქვს და აი აქ მიწის ტემპერატურა, მუდმივი ტემპერატურა და უფრო რაღაცნაირად მაინც მიმზიდველია გლეხის მიერ დამზადებული და აუცარი უკეთია. ძალიან ბევრი არომატია. კი, მაგრამ ქარხნულსაც თავისი ესა აქვს, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესები, ფილტრაცია და ბოთლში რო ჩამოასხა ღვინო, უბრალოდ უნდა მიიყვანო, ხა ამის ბოთლში ჩამოსხმა გართულდება და გაჭირდება, მაგრამ აი ის უნდა დაამუშავო და იმ ზომაზე მიიყვანო, რომ ბოთლში თავი შეინარჩუნოს.
და ამიტომ განსხვავდება ესენი გემონური თვისებებით ერთმანეთისაგან. ამბროლაურის რაიონში რაჭველი გლეხის შემოსავალი არის ძირითადად აი ამ ყურძენთან დამოკიდებულებით და აქედან მიღებული ეს შემოსავალი და სხვებთან შედარებით კი რა თქმა უნდა ცოტა ძვირი ფასი არის, მაგრამ თქვენ თვითონაც ნახეთ რამ ხელა აი ჯოჯოხეთური შრომა ჭირდება ესეთ ფერდობებზე ამ ყურძნის მოყვანას. შხამქიმიკატების თავისებური ფასია და ბევრი თანხაც და ამიტომ ნუ ყოველ შემთხვევაში ხა დღეს ფიქსირდება ფასი სხვასთან შედარებით მეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენად დიდი შრომა უნდა რომ ეს ფასი აი ამ წუთში აი ამ გლეხისთვის ფაქტიურად არ არის რა ისეთი დიდი შემოსავლის წყარო და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ როგორც ყურძნად ასევე აი ესეთი ფორმითაც გლეხმა მიიყვანოს ბოლომდე ეს თავისი პროდუქტი და გაუკეთოს რეალიზაცია და აი ამაში ალბათ დახმარება დაჭირდებათ და მით უმეტეს ისეთი ტერიტორიები სადაც აი ეს ღვინო მოდის მით უმეტეს მცირეა ეს ყურძენი სადაც მოდის თუ მივეხმარებით და გაფართოვდება ეს მასივები და ჩამოვლენ ქალაქიდანაც გაშენდება ახალი ვენახები და იქნება წინსვლა ამას მივესალმებით ყველა იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ ქვეყანას გამოაკეთებთ. უძლესი მადლობა. ამ ოფერებისათვის. კარგად გზანდებოდეთ. კარგად იყავით. მიცოცხლეთ.